სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლა და დესტრუქციული ქმედებები იგეგმება, რისი მიზანიც სახელისუფლებო კრიზისის შექმნა. სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე დღეებში ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კოორდინაციით რადიკალური განწყობების წახალისებას და ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყებას გეგმავს. ნახსენებია მსხვერპლიც. უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით დააფიქსირონ და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გორელი ოპოზიციონერების მხრიდან. ქართული ოცნების ადგილობრივი წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ამ განცხადებას პრევენციული ხასიათი აქვს. ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოება დააშინოს, ამისთვის იყენებს ყველა მეთოდს და ამაში ჩართული არის სამწუხაროდ სახელმწიფო ინსტიტუციები, ყველა სხვადასხვა ინსტიტუცია ცდილობს, რომ თავის ხელთ არსებული კომპეტენციების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი კანონის დარღვევით მოახერხონ და საზოგადოება დააშინონ, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, პროტესტი გრძელდება იმის მიუხედავად, რომ ეს ტერორი სახელმწიფოში უმაღლეს მასშტაბზე არის ასული და რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევენ იმ მიზანს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიშალონ შიშის გამო და რამე შეიცვალოს პროტესტთან მიმართებაში. პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო უახლოეს დღეებში მიმდინარე პროცესებში, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მთავარ გამზირზე. მე მგონი, რომ ყველაფერი თვალნათელია და ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ ეს ყველაფერი მათი მოქმედება შეკრებისა და გამოხატვის ყველანაირ პრინციპებს ცდება. იმ ადამიანებს, რომელსაც გონიათ, რომ რაღაცა თავისუფლება, ევროპა გამოხატავენ, მე ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნების მაგალითი ვნახე, იქ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გამოხატვის უფლებები როგორ ხდება, რა სტანდარტით ხდება, მსგავსი წარმოუდგენელია. ეს არის საშინელება, რასაც ბოლო დღეებში ეს ადამიანები ჩადიან, ეს რიტუალები საერთოდ ეწინააღმდეგება ჩვენს ადაწეს, ჩვენს რწმენას და ზოგადად და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ნებისმიერ მოქალაქეებში უკვე შესაძლებელი ამათი მოქმედება, რომ ამათგან გამორიცხული არაფერი არ არის. ალბათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს რაღაც ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ზე დაყრდნობით აკეთებენ ამ განცხადებას, ეს არავით არის შიში არ არის, ეს უბრალოდ ქვეყანაში რომ დაწნადეს ეს ქვეყანა რა, ამისკენ არის მიმართული. ეხლა ესენი განცხადებას აკეთებენ, რომ აი რამდენჯერ გააკეთეს ესეთი განცხადება, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. იმიტომ არაფერი არ მომხდარა, რომ ამის პრევენციის მიზნით ამას ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდება, მე უკვე გვიან იქნება, მაგრამ მაგათ ეგ უნდა თუ რაღაცა მოხდეს, რაღაც საკრაულ მსხვერპლზეა ლაპარაკი, რაღაც უბედურების მოტანაზეა, მაგრამ ესე ვერ განვითარდება.